რა რეჟიმში გვამყოფებს ოცნება. ჩვენ ვხედავთ პარტიის ოფისებთან მისულ პოლიციის წარმომადგენლებს, დაკავებებს პოლიტიკური ლიდერების. რა ვითარებაში ვართ, მოკლედ, რა სურათს ვხედავთ ამ ბოლო დღეში? იმ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, როგორი სახეც აქვს თავად რეჟიმს. იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს რუსულ ანალოგთან, ანუ რუსულ რეჟიმთან, ქართული ოცნების მმართველობის სახით, ამავდროულად ზუსტად ვიცით რა არის რეჟიმის ამოცანა და როგორ მუშაობენ რეჟიმები, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი ქვეყანა, სადაც რეჟიმი არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენი კონკრეტული შეიძლება ეროვნული იდენტობის გათვალისწინებით რაღაცა სხვა გამოცდილებებს პირდაპირ არ გადმოიღებენ ხოლმე, მაგრამ ძირითადი მაინც ის, რაც ახასიათებს რეჟიმს, ეს არის მისი ძალმომრეობა, შიშის დანერგვა, შანტაჟი, მუქარა პატიმრობა. ხომ ძირითადი ხაზი ეს არის ყველგან და რა თქმა უნდა საქართველოშიც და თუ დავაკვირდებით ახლა ჩვენ ნახეთ თითქმის ყველა პროფესიის ადამიანის დატყვევება მოახდინა რეჟიმმა, არ ვსაუბრობ ჯერ პოლიტიკურ ლიდერებზე. ექიმი ციხეშია, ჟურნალისტი, ვინც პროდასავლურად აზროვნებს და აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პროტესტს. ეს არის ჟურნალისტი, ეს არის მსახიობი, ეს არის ექიმი, ეს არის მასწავლებელი ნინო დათაშვილის დაპატიმრებაც ვიხილეთ, ეს არის ბიზნესმენი თუ სხვა, მას სურს რომ საზოგადოების ყველა ფენაში აჩვენოს, რომ ყველა ფენაში შეაღწევს და ყველგან შეარჩევს დასაპატიმრებელს, მაგრამ როგორი ამაზე საზოგადოების რეაქცია? უფრო მეტად სოლიდარული. ანუ თუ ჩვენ საუბრობთ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დღეს ტყვეობაშია, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ მსახიობებს რუსთაველის პროსპექტზე და ისინი კიდევ უფრო კონსოლიდირებული არიან. თუ ჩვენ საუბრობთ, რომ მასწავლებელი ნინო დათაშვილია ციხეში, აი უკვე 2 დღეა მიდის ხელმოწერების შეგროვება და ასობით ხელმომწერი ყავს პეტიციას. ეს პროტესტი ძლიერდება თქვენი დაკვირვებით. უფრო სწორად შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ რამდენად იზრდება საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში, იმიტომ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად ვხედავთ ჩვენ წუხილს თუ კრიტიკასაც იმასთან დაკავშირებით, რომ იმდენი ადამიანი ამ საპროტესტო აქციაზე აღარ ჩანს რუსთაველის გამოსვლისას. ძალიან კარგად ვიცით ის, რომ ბრაზი არსად მიდის და პროტესტ შესაძლოა გქონდეს აღმავალი და უშუალოდ შეყოვნების და აღმავალი, მაგრამ შემდგომ აღმავალი ხაზი, იმიტომ რომ ბრაზის მიზეზი რაც არის, ის არსად გამქრალა, ხო? ანუ საზოგადოება, რომელიც აპროტესტებს და ის ადამიანები, ვინც დღეს არიან საპრობილეებში, ვიდრე პოლიტიკურ ლიდერებს დააკავებდა, ყველას ჰქონდა ერთი პირობა, ერთი მოთხოვნა და ეს იყო ამ ხელისუფლების არცნობა, ლეგიტიმურ ხელისუფლებად, ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი წესებით და ამავდროულად თითოეული პოლიტპატიმრის ბედი აღელვებდათ, ხო? ახლა უკვე ეს პოზიცია გაამყარა პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკავებამ, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური პროდასავლური პარტიების ლიდერების არჩევანი. ჩვენ არ შევყევით ქართული ოცნების თამაშის წესებს, რომელიც ამბობდა, რომ შევლენ პარლამენტში. არ შევიდნენ, აიღებენ დაფინანსებას, არ ავიღეთ დაფინანსება. კომისიასთან არ ითანამშრომლ პრინციპში არავინ არ ითანამშრომლა ამ კომისიასთან იმ სახით, როგორც ეს მას წარმოედგინა წულუკიანს. რიგ შემთხვევაში იყო შესაძლოა გირაოს გადახდა, რიგ შემთხვევაში პროტესტის მეორე ფორმა რომ არ გადახდაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც საერთო აი ერთიანობა ამ პროდასავლურმა სპექტრმა ამ ნაწილში აშკარად აჩვენა, რომ მათთვის ბრძოლის ხაზი ახლა გადის ციხეზე და ციხეც პროტესტის ფორმაა. კომისიას რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ წულუკიანის კომისიაზე ვლაპარაკობ თვითონ ქართული ოცნება, იმიტომ რომ გუშინ სწორედ ამ კომისიაზე აქცენტით გაკეთა განცხადებები, რომ თუ კომისიას აქვს ვალდებულება, რომ თუ ხელმეორედ დაბარებულ პოლიტიკურ ლიდერებზე არის ლაპარაკი, თუ ისინი ციხიდან არ ჩაერთვებიან ამ კომისიის ხდომაზე, მაშინ შესაძლოა კიდევ გაუგრძელოს და დაუმძიმოს ბრალდება თქვენი აზრით სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ამ კომისიას გულისხმობ. თავად კომისიის ლეგიტიმურობა ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რამდენად ამ შემთხვევაში სწორია, რომ მასზე როგორც კომისიაზე ვისაუბროთ და კონკრეტული რაღაც ჯგუფების ახირებებს 7-ჯერ, 9-ჯერ დაიბარონ ადამიანები, ხო არავინ არ წამოეგება იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ პოლიტიკურ ლიდერებს საკუთარი არჩევანი ამ ბრძოლაში აქვთ გაკეთებული. მათი ბრძოლის ხაზი დღეს არის ციხე, ვინც გარეთ ვართ, ვიდრე დაგვაკავებენ, რა თქმა უნდა, ეს არის პროტესტის გაძლიერება. დღეს ხელისუფლებას აღელვებს ორადორი რამ. ეს არის მისი ლეგიტიმაცია და რაც გამოჩნდა კიდეც ყველანი ციხეში, ხო, ვინც არ აღიარებს ლეგიტიმურობას ამ შემთხვევაში, ხო, და ამავდროულად მეორე
მეორე საკითხი ეს არის სანქციების საკითხი და გახსოვთ ალბათ სახალხო დამცველისადმი წულუკიანის ასე ვთქვათ რეპლიკა მიმართვა რომ რატომ არ იცავს სახალხო დამცველი მათ ოჯახებს ორი საკითხია რაც ყველაზე მეტად აღელვებს და სწორედ ამ ორ საკითხში უნდა ვიყოთ ყველაზე პრინციპული და თანმიმდევრულები ეს არის არაღიარების პოლიტიკა არ თანამშრომლობის პოლიტიკა და მეორე მხრივ ჩვენ პარტნიორებთან სწორი დროული და ეფექტური კომუნიკაცია სანქციების საკითხში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც იყო როგორც ნახეთ ამაზე ლაპარაკი რომ შესაძლოა კაია კალასის განცხადება რომ შესაძლოა მოსამართლეებიც უფრო აქტიურად განიხილონ სანქციების სამიზნეებად ხომ ევროკავშირში კი ბატონო ანუ თქვენი ლიდერი გუშინ თქვენი კოალიციის ერთ ლიდერს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა ელოდებით ალბათ ნიკა გვარამიას შემთხვევაშიც რომ დადგება იგივე შედეგი რაც სხვა ორივე ნიკას შემთხვევაში კი ბოდიში დადგება ალბათ ეს შედეგი ხო და ყველა პოლიტიკური ლიდერი აქტიური ოპოზიციური კოალიციის ლიდერი ოპოზიციური პარტიების ლიდერი ფაქტობრივად აღმოჩნდება ციხეში ეს თან ხდება საკმაოდ მოკლე პერიოდში. რატომ ჩქარობს ასე თქვენი აზრით ოცნება? იცით რა არის ისევ რეჟიმის პრინციპიდან გამომდინარე რა შეჭირდებოდა ნიკა მელიას გატაცებით დაკავება ხო მეორე დღეს ეს თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი ან რა შეჭირდებოდა ხელმეორედ ნიკა გვარამიას იმ რაღაც კომისიაზე დაბარება ხო ანუ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის რომ მათი აზრით ისინი ნერგავენ გარკვეულ შიშს თითქოს საზოგადოებაში უბრალოდ საზოგადოებას ამაზე ძალიან მარტივია უკვე საზოგადოებრივ აზრს მიადევნო თვალი ტექნოლოგიების ეპოქაში ეს 21 საუკუნეს არ არის 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ სახლში ვისხედით და სადღაც შეიძლება ტყვიას ისროდნენ, ხომ? გამოვლილი გვაქვს ის პერიოდი. ეს არის ტექნოლოგიების ეპოქა და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ამ შემთხვევაში, რომ ხელისუფლების ეს ძალმომრეობითი მეთოდები არის მხოლოდ დროებითი იარაღი. ეს არის მათი ინსტრუმენტი ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო ძლიერი ინსტრუმენტები. ეს არის ჩვენი სიმტკიცე ამ ბრძოლაში, როდესაც ყველა ნაბიჯზე თითოეული პროტესტანტი და მადლობა ყველა იმ პროტესტანტს, ვინც ყოველდღიურად არიზარებს და მიდის რუსთავებზე. მადლობა მათ, ვინც საზმაუს ტერიტორიიდან ყოველდღიურად მარშით მოდის რუსთაველისკენ და იმისთვის, რაც ეს ადამიანები დებენ ამ ბრძოლაში და როცა ჩვენ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ, ხომ, როცა ვხედავთ ხალხში ასეთ თავდადებას, თავგანწირვას, ხომ, როცა ათასობით ლარის ჯარიმაა ეს, ადმინისტრაციული პატიმრობებიც ვიხილეთ, ხომ, სისხლის სამართლითაც არიან აქტივისტები ბრალდებული. ამ ფონზე რომელ პოლიტიკოს აქვს უფლება შეხვეს რაიმე რიგის თანამშრომლობაში, თუნდაც თვითმმართველობის არჩევნების ნაწილში ხელისუფლებას. ჩვენს უფლება არ გვაქვს, ჩვენ გვაკისრია პოლიტიკური პასუხისმგებლობა. აი ახლა როგორ ხედავთ ოპოზიციის ერთიანობა რა ხერხით შეიძლება გაგრძელდეს? მუდმივად ხომ არის ამაზე ისმენთ ალბათ თქვენ კრიტიკას, რომ ეს ერთიანობა ვერ მოხერხდა, ხო, აქამდე. ახლა ფაქტობრივად ისეთი პირობებია შექმნილი, რომ შექმნილი ვითარებაც გიბიძგებთ, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. რა მექანიზმებს ხედავთ როგორი ფორმით გაერთიანების და ერთიანობას შესაძლებლობას ხედავთ ახლა ოპოზიციაში და თუ არის მზაობა იცით რა ამ ვითარების პროგნოზირება ნამდვილად რთული არ იყო იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნების გაყალბების დღიდან ქონდა მოლოდინი რომ ყველა ის ადამიანი რომელიც პროტესტში იქნება ჩართული იქნება ეს უბრალოდ მოქალაქე თუ პოლიტიკური პარტია მიიღებდა ხელისუფლებისგან აი ამ ტიპის რეაგირებას როგორცაც ახლა ვხედავთ ამიტომ ჩვენ პრინციპების ერთგული ადამიანები ვართ და როცა ვთქვით არ თანამშრომლობა, ბოლომდე ვიცავთ ამ პოზიციას. შესაბამისად, დღეს დიახ ერთიანობა არის ყველაზე სწორი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ოღონდ ერთიანობა სწორედ ამ პრინციპულ საკითხში, რომ არ თანამშრომლობ, არ ეგუები და იბრძვი ბოლომდე. ხედავთ ამ განწყობას სხვა ოპოზიციური პარტიებიდანაც. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში პროდასავლურ ოპოზიციას, რომელიც რეალურად გამარჯვებული ძალაა ქვეყანაში, ნამდვილად ექნება იმის мотиваციაც გაუჩნდება мотиваცია ვისაც არ აქვს და ვფიქრობ რომ უფრო გონივრული იქნება მათი გადაწყვეტილება რომ ნებისმიერი სახის თანამშრომლობა იქნება პირიქით დამაზიანებელი ამ საერთო ბრძოლის ველისთვის სადაც ზუსტად ვიცით რომ ის ადამიანები ვინც დღეს პროტესტში აქტიურად არიან ჩართულნი იზიარებენ სწორედ პოზიციას რომ ამ ფარში ამ კრიმინალურ პროცესში რომელსაც ოცნებას უნდა რომ არჩევნები დაარქვას არ უნდა შეყვეს პარტიები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე მივდიოდი, ხომ? ვიცით, რომ ძალიან რადიკალურად შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებულია პოზიციები სხვადასხვა პარტიის ამასთან დაკავშირებით. ზოგი პარტია განიხილავს მონაწილეობას, ზოგი კატეგორიულად გამორიცხავს. ამ შემთხვევაში თუ ხედავთ ამის რესურსს, რომ ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდეს, არ ვიცი, მონაწილეობის სასარგებლო თუ საწინააღმდეგოთ, მაგრამ პოზიცია იყოს ერთი. მე მხოლოდ იმედს ვიტოვებ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ აი ეს ძალები, რომლებიც პროდასავლური ძალებია ამ ქვეყანაში, ისინი საბოლოოდ მივალთ გონივრ გადაწყვეტილებამდე, რომ ვიყოთ ერთიანი ამ პოზიციაში და ის რომ საუბრები იყო მოგეხსენებათ ხა თბილისის თემაზე, არც ერთი პოლიტიკური ძალა ცალკე აღებული, რა თქმა უნდა, ვერ გაუმკლავდება, მაგრამ ერთიანობის შემთხვევაშიც კი, როდესაც არაფერი იცვლება კალანდარიშვილის უწყებაში, როდესაც კანონმდებლობა კიდევ უფრო რეპრესიული ხდება, როდესაც არ გვაქვს არც ერთი ინსტიტუცია ქვეყანაში და როდესაც ყოველდღიურად აი გუშინაც მიღებული კანონმდებლობა ავიღოთ თუნდაც, ხო, სასამართლოს მიმართულება მედიის თუ სხვა, ხო, აი ამ დღეებში რასაც დაჩქარებული წესთა აკეთებენ, ეს ხო ყველაფერი რეპრესიული მანქანისკენ არის მიმართული. ისიც ძალიან კარგად ვიცით, როგორ გადაავადეს პარტიების აკრძალვის საკითხი, ხო? როგორ შეიძლება, უბრალოდ როგორ შეიძლება მიიჩნიოს ვინმე მგონივრულად ამ ხალხთან ამ ფარში შეყოლა და მეცად გეტყვით, დღესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისის საკრებულოში ვიმყოფებით საკრებულოს ხდომების ბოიკოტში. ანუ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ თბილისელების ბედი არ გვაღელებს. არა, იმდენად აუტანელია და იმდენად გაუსაძლისია მათთან თუნდაც რაიმე საკითხზე თანამშრომლობა, იმიტომ რომ ზუსტად იცი, რომ არაფერში ისინი გონივრულები არ არიან და პირიქით მოქმედებენ თბილისელების საზიანო და ამას აი ეს მთელი კორუფციული სქემაც მოწმობს, სხვა რო არაფერი დავასახელოთ, ხო? ეს ხდის შეუძლებელს მათთან თანამშრომლობას და გარდა ამისა, ხო? თანამშრომლობის უკაცრავად პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისრა იმ 60-მდე პოლიტიკურმა პატიმარმა, ვინც სწორედ არ თანამშრომლობის გამო ზის დღეს ციხეში. კი, და მათ საქმეზეც დღეს ვნახეთ ჩვენ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც ცდილობდა, რომ სახაზინო ადვოკატების საშუალებით ჩაეტარებინა ეს ხდომა. უნდა კითხოთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის მიღებასაც ოცნება აპირებს, რომ აი თქვენ ხშირად ლაპარაკობთ ქართული ოცნების წარმომადგენლების კორუფციაზე. თუმცა, ასეთ შემთხვევაში თუ ჩაგითვლით ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელი, რომ მას ცილს სწამებთ და რომ ვინმეზე ამბობთ, რომ ის კორუფციაშია გარეული, თქვენ უნდა ამტკიცოთ, რომ ის არის გარეული კორუფციაში და მან აღარ უნდა ამტკიცოს, რომ არ არის გარეული კორუფციაში და შესაძლოა გარკვეულწილად წყაროს დასახელებაც მოგთხოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტებზე აქ უფრო მეტად ლაპარაკი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ არგუმენტად შეიძლება იყოს გამოყენებული და რაღაც მატერიალურ ანაზღაურებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ანუ ესეც გასაგებია, რომ ყველა მიმართულებით თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, არ ვიცი, ყველაფერი იზღუდება, მაგრამ თქვენ რამდენად შეგიქმნით შეზღუდებს ყოველ შემთხვევაში, რომ იმ საკითხებზე ისევ გააგრძელოთ მუშაობა, რასაც წარმოგიდგენთ ახლა მტკიცების ტვირთის ბრალდებულზე გადმოტანა, სულ რომ არ ვიცოდეთ არაფერი სამართლის შესახებ, ნამდვილად არ ვარ სამართლის სპეციალისტი, ხო? მინიმუმ იმდენი დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმია მტკიცების ტვირთვის შესახებ, რიგითი მოქალაქეც კი, რომელიც საერთოდ არ არის ჩართული პროცესებში, ძალიან ადვილად მიხვდება, ვიზე უნდა იყოს რაღაცის მტკიცების ტვირთი, ხო? მაგრამ ამავდროულად ის რომ თქვენგან წყაროს დასახელებას ითხოვენ, ესეც ხომ თქვენზე ზემოქმედების ბერკეტად უნდათ გამოიყენოთ, თორე ჩვენ იგივე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ყველა ტელევიზიასთან გვითანამშრომლია ამ ნაწილში, ხო? როდესაც ინფორმაცია მოგვიწოდებია კონკრეტული კორუფციული გარიგებების შესახებ, შემდგომ თქვენ ჩაგიტარებიათ რაღაც საგამოძიებო ჟურნალისტური გამოძიება, ხო? ანუ და ეს თანამშრომლობა ყოველთვის იყო ხოლმე ნაყოფიერი მხილების ნაწილში. ამიტომ არის რომ დღეს მთელი ქართული საზოგადოება აი თქვენი წყალობით არის რომ ყველა საქართველოში იცის რომ ამ ქვეყანაში არის კორუფცია და ზუსტად იციან მაგალითად თბილისის მერიაში შეიძლება გვარებით დაგვისახელონ კორუმპირებული ადამიანები და ამაშია თქვენი დამსახურება. აი ეს უნდათ რომ როგორმე აკიგრძალოთ, ანუ თქვენ ვერ შეძლოთ ამაზე საუბარი სწორედ იმ სანქციების მოლოდით, რაც შეუძლია რეჟიმს დაგაკისროს და ამავდროულად დააკვირდით მოსამართლეების ხელფასი სწორედ ახლა იზრდება. როდესაც მათ სანქცირებაზე
ამაზეა საუბარი, ანუ უნდათ რომ თითქოს პოზიტიური мотиваცია შეუქმნა ნეგატიური გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს ყველაფერი ერთმანეთთან ისეთი გადაჭაჭულია, როგორც ეს რეჟიმს ახასიათებს. დემონსტრაციული დასჯაც ვნახეთ იმ პირების, რომლებიც მათ მთავრობას წარმოადგენენ და რომელ მიქავტაძეზე მაქვს ლაპარაკი, კორუფციას ავასდებენ ბრალად და რატომღაც გადაწყდა რომ ის ასე სამაგალითოდ დაისაჯოს. უნდა გითხოთ აუცილებლად თქვენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის განწყობებზე ილაპარაკეთ და ნინო დათაშვილი ვახსენეთ, რომელიც დააკავეს. თქვენ კარგად იცნობთ განათლების სფეროს, ხომ? მისი დაკავების შემდეგ რამდენად იგრძენით თქვენ ამ სფეროს წარმომადგენლებისგან მხარდაჭერა მისდამი? რამდენად იგრძენით ის განწყობა საპროტესტო თუ არსებობს ამ სფეროში, ან თუ გამოხატავენ ამ განწყობას და რამდენად ელოდით რომ უფრო მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო მათგან ეს მხარდაჭერა? ისეთი თამამი არ არის ეს სფერო, როგორცაც ვისურვებდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლაც გროვდება ხელმოწერები და ვფიქრობ, აი ამ პეტიციის გავრცელებას მეტი ხელშეწყობა ჭირდება, იმიტომ რომ დაფარვა ჰქონდეს მეტი და მეტ მასწავლებლამდე მიაღწიოს აი ამ პროტესტის ტალღამ. იცით რა არის იმ ფონზე როგორი ვითარებად შექმნეს მათ საგანმანათლებლო სისტემაში, როდესაც ყველა ვინც ამ სისტემაშია დასაქმებული იცის, რომ განწყობილებებს იღებენ ეგრეთ წოდებული ODR-ები. როდესაც იციან, რომ რიგით მასწავლებელს, რომელიც უბრალოდ შესაძლოა ასწავლიდეს მათთვის არასასურველად, შესაძლოა უცვალ თვალებდეს უსმენდეს სუსი, მე აბსოლუტურად მესმის მათი შიშების და ბუნებრივია ისიც, რომ ყველასგან გმირობას ვერ მოვითხოვ, მაგრამ რამდენიმე ასეული ადამიანის დაფიქსირება უკვე ძალიან კარგი მაგალითია იმის, რომ ეს ადამიანები შესაძლოა ჩვენ პროტესტში უფრო აქტიურად ვიხილოთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.